თქვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს, დღეს 2 აგვისტოა, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს ამ სეზონის ბოლო გადაცემაში მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. რატომ ვერ იცავს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ვალუტის გადაცვლისას, რატომ ახერხებს ერთი და იგივე კომპანია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისევ და ზარალსაც არავინ ანაზღაურებს. ქონების დაბრუნების ფორმით სამართლიანობის აღდგენაზე მთავრობამ უარი თქვა, ძვირიჯდებაო და ახლა ყოფილ მმართველ გუნდს უსწორდება ესეც სამართლიანობის აღდგენაო, რა ჯდება ეს ვარიანტი. და რა ჯდება სოფლად ყველა მსურველის 5,000 ლარით დასაჩუქრება, ანუ უშველის კი ეს სოფლის მეურნეობას მთავრობის ახალი პროგრამა ძველი მიდგომით, რომელსაც შედეგი აქამდე არ მოუტანია. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და შედეგად მისი გაძარცვა ერთი და იგივე ფორმით ისევ მეორდება, ხოლო სახელმწიფო უძლურია ეს აღკვეთოს ან თუნდაც დაზარალებულს ფული დაუბრუნოს. ორი ძირითადი ფორმა ფინანსური პირამიდა და ვალუტის გადაცვლისას манипуляციებია, რაც არაერთხელ გამოაშკარავეთ აქამდე, მაგრამ ვერც დაზარალებულებს უშველა რამე სახელმწიფომ და ვერც პრაქტიკა საბოლოო ჯამში ვერ აღიკვეთა. იგივე სუბიექტი ისევ აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელი კი როგორც აქამდე კვლავაც უძლურია. უარს აცხადებთ თანხის დაბრუნებაზე? რატო? გასაგებია, მე მომატყუა თქვენს მიერ გამოკრულმა კურსმა, იმიტომ რომ გარეთ გიწერიათ სხვანაირად, შიგნით გიწერიათ სხვანაირად. მე მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო უკან ჩემი თანხა. ეკამეტრეველი საკუთარი ფულის დაბრუნებას ადვოკატთან ერთად ამაოდ ცდილობს. 1000 დოლარის გადახურდავების შემდეგ ხელზე 200 ლარით ნაკლები მისცეს. დანაკლისი მაშინვე აღმოაჩინა. მოლარესთან გააპროტესტა და ტრანზაქციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა ამაოდ. მომაწერინა ხელი ამ იმაზე ქვითარზე და შემდეგ უკვე უთხარი რომ 1500 არ უნდა იყოს. ჯერ ვიფიქრე რომ შეეშალა თქო. და 1500 არ უნდა იყოს, 1700 უნდა იყოს თქო და არაო მე მიმითითა შიგნით რაც უწერიათ იმაზე. ამაზე არა. მე ამ კურსით ვფიქრობდი გადახურდავებას და მათ გადამიხურდავეს აი იმ კურსით რაც შიგნით უწერიათ. და მე რომ მოვთხოვე რომ უკაცრავად მეთქი არ მინდა თქო დამებრუნეთ მეთქი უკან. არა ვერ დავაბრუნებთ თქვენო ხელი მოაწერეთ უკეო და ჩვენო არ გვაქვს პროგრამულად აღარ შემიძლია ამის უკან დაბრუნებაო. ეს პეკინის ქუჩაზე მდებარე სავალუტო პუნქტებია. როგორც წესი, პირველი ყოველთვის ყიდვის კურსი ფიქსირდება, მეორე კი გაყიდვის. ამ შემთხვევაში კი პირიქითაა. დაუკვირვებელი მომხმარებელი მაღალი კურსით იხიბლება და გადამცველ პუნქტში შედის. დანარჩენი უკვე მოლარის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ ეს მომხმარებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა. გამოკრული მაქინაციური სქემა ახდენს ზეგავლენას საკმაოდ დიდი მოცულობით ფინანსური ინტერესებზე მომხმარებელის, ეს არის სადღაც ხოვობა 10-დან 20%-მდე გადასახურდავებელი თანხის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან კანონდარღვევას. სავალუტო ჯიხურის მოლარის არგუმენტი მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი ქვითარია, სადაც კონვერტირების თანხაა მითითებული. ასეთ მიდგომას დაზარალებული არ ეთანხმება. კანონმდებლობა აღარ ხდება, იმიტომ რომ გატარებულია პროგრამაში, ხელი აქვს მოწერილი და გაფრთხილება. ეს ქვითარი რა არის? ყოველ ჯიხურში არ წერილება. ჩვენთან ყველა კანონია ესეთი ყველგან ვაწერებთ. ხალხს აბსოლუტურად ნებისმიერ თანხას არ აქვს მნიშვნელობა. და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დაბრუნების უფლებას კარგავს? არა, ქალბატონო, ეს არის რომ ეთანხმება ტრანზაქციას. როგორ შეიძლება მცოდნოდა თანხა და მე თქვენთან შემოსულიყავი? აი, ხოლ უბრალოდ გვირდებით, რომ ეს ჩანაწერი, სადაც თქვენი ხმაც იწერება და ჩემიც, როგორ იმეორებთ 1539 კი და გამიკვირდა და რატო ამეთქი 1539 თქო გამიკვირდა. და მას მე გითხარი, ქალბატონო, თქვენ ხო თვლით რომ ეგრე გაგიკვირდათ და ხელი მომიწერეთ. კარგით ქალბატონო, არ არის პრობლემა. ამოვიღებთ მე ამ ჩანაწერებს. ამოიღეთ რაც გინდათ, მაგრამ მე უფლება თქვენ სასამართლოს განაჩენი ხო არ გამომიტანეთ თქო, იმიტომ გეკითხებით. მე რომ გავაცნობიერე რომ არ მაწყობდა ეს კურსი, რომ მე მოვტყუვდი თქვენ კურსში და მე გიხდით ამაზე ბოდიშს რომ მოვტყუვდი თქვენ კურსში. რატო არ მიბრუნებთ? ჩემ უფლებას რომ ვერაფრით ვერ გეხმარებით. სავალუტო ჯიხური კომპანია P&L გრუპის საკუთრებაა. ამას ადგილზე გამოკრული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ადასტურებს. კომპანიის მფლობელი ბულგარეთის მოქალაქე პაվել დიმიტროვ-ნიკოლოვია. როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა P&L გრუპი ბიზნეს კურიერის ობიექტივში ხვდება. გადაახურდავებთ ცოტა ხნის წინ. გადაახურდავ -8% დამაწერეს და ვეჭხუბები აგერ რა სისულელი. 300 დოლარში დამაწერეს 42 ლარი. ყაჩაღები ესენი ვინ არიან? ეს 2011 წლის არქივია. დაზარალებულის ქვითარზე ნათლად იკითხება შტამპი, წარწერით P&L გრუპი. პეკინის 25 ნომერში მდებარე სავალუტო ჯიხურის კლიენტები მაშინ 8%-იან საკომისიო გადასახადს აპროტესტებდნენ, რომლის შესახებაც მხოლოდ ფულის გადახურდავების შემდეგ იგებდნენ. 3 წლის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებს მომხმარებლებთან პრობლემები აქვთ.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს 9 საათის განმავლობაში უპირობოდ შეეძლო სავალუტო ოპერაციის გაუქმება, ამჟამად ძალად დაკარგულია. თუმცა სამოქალაქო კოდექსით მას შეუძლია სასამართლოს ან ეროვნულ ბანკს მიმართოს. რაც შეეხება P&L Groups, ბანკში ადასტურებენ, რომ დარღვევების გამო კომპანიის კუთვნილ რამოდენიმე გადამცდელ პუნქტს ლიცენზია გაუუქმეს. ჩვენ თითოეულ შემთხვევას განვიხილავთ ინდივიდუალურად, მათ შორის მომხმარებელს შეუძლია რომ მოგმართოს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაეთიკური დამოკიდებულების გამო რამდენიმე პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. შესაბამისად, შეუძლია რომ მომხმარებელს დაუკავშირდეს ჩვენ განყოფილებას. არსებობს საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია, რომელიც იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი უმოკლეს დროში დაამტკიცებს და აღდგება აი ამ აღნიშნული კანონის მოქმედების პერიოდში არსებული მდგომარეობა. ეკა მეტრეველიკი ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლებს და პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი აღდგენა ჩანს რთულია ისევე როგორც წართმული ქონების დაბრუნება ან კომპენსირება, რაც ხელისუფლების დაპირება იყო. თუმცა შემდეგ უარი ითქვა, როგორც იუსტიციის მინისტრმა დათვალა, ძვირი ჯდებაო. სანაცვლოდ კი ანგარიშის გასწორება ყოფილ მმართველ გუნდთან დაიწყო, რაც აღსადგენის სამართლიანობის ნაწილად მოიაზრება. თუმცა უფასო არც ეს ვარიანტი აღმოჩნდა. ამერიკა და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ მთავრობას უარი თქვას ანგარიშის სწორებაზე და ამას შესაძლოა მათი მხარდაჭერის შესუსტებაც მოყვეს, რაც ცხადია ეკონომიკასაც გარკვეული ფასი დაუჯდება. ხედავენ თუ არა ასეთ საფრთხეს ან სხვა გამოწვევებს მთავრობის წინაშე როგორია ეკონომიკა დღეს და რა შეიძლება წლის ბოლომდე, ამაზე ახლა რომან ჩხენკელი, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ვაჟა ბერიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, როგორც ეკონომიკის ისე პოლიტიკის ისაუბრებენ. მოგესალმებით ორივეს. ბატონ რომანს მიმართავ პირველ რიგში, სანამ ციფრებზე გადავალ და ეკონომიკის მდგომარეობას გავსინჯავთ ერთად თქვენი დახმარებით. აი მე მაინტერესებს თქვენი აზრი აი ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ აი გუშინ გამოუტანეს პრეზიდენტს დაბატიმრების ორდერი, სანქცია, ექს-პრეზიდენტს ბოდიშს ვიხდი, მინისტრებზე, ყოფილ მინისტრებზე არის იგივე სახის საკანონმდებლო სისხლის სამართლის დევნა და ამას მოყვა გაეროს, მოყვა სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის, მოყვა ევროკავშირის სენატორთა ჯგუფის შეშფოთება და პირდაპირ მოწოდება, რომ ნუ იყურება მთავრობა უკან, ჯობს გაიხედოს წინ და მიხედოს ეკონომიკას. თქვენი აზრით რა შეიძლება, რა გავლენა, რა ეფექტი მოყვეს ამას ეკონომიკაზე, თუ კი აი ეს პროცესები არ შეჩერდა, გაგრძელდა და ნუ მიიღო რაღაც დროში გაწელილი პროცესის სახე. მე ცოტა გამიჭირდება ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ამ პასუხზე მოკითხოზე პასუხის გაცემა, თუმცა დღესდღეობით ამისი არანაირი ნიშნები არ შეინიშნება, პირიქით ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზრდილი არის, ძალიან დამაინდებებელი ციფრები გვაქვს და ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მსგავსი შედეგები რო აისახოს ჩვენ ეკონომიკაზე, ამისი არანაირი ნიშნები არ ჩანს. არც ვთქვათ ინვესტორთა განწყობაზე, ვთქვათ პოტენციურად რომ ვისაუბროთ, თეორიულ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ აი ესეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, როგორც თავად ამბობენ, ეს ფიქრობთ რომ რაღაც ინვესტორთა განწყობა არ დააზიანებს. ჯერჯერობით ამისი არანაირი ნიშნები არ შეინიშნება. მაგრამ სასურველი ალბათ დროში არ გაიწელოს, ხო, ეს რაღაც დავის და პოლიტიკური დაბეჭდების პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში სტაბილური გარემო ჭირდება და სტაბილური განვითარება ჭირდება და შესაბამისად ყოველგვარი ყრევებისგან, რაც უფრო დაცული არის, როგორც სამეზობლო საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გამოწვევებისგან და სტაბილურად ვითარდება, რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტი არის. მით უმეტეს რომ აი რუსეთის მხრიდან გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთ პარტნიორების სრული მხარდაჭერა ქონდეს. ბატონ ვაჟასაც ვკითხავთ ამ თემაზე მის მოსაზრებას და შემდეგ განვაგრძობთ ისე ბატონ რომანთან ეკონომიკის მდგომარეობაზე საუბარს. ბატონ ვაჟა, აი თქვენ როგორ აღიქვამთ აი ამ პროცესებს? ფიქრობთ თუ არა რომ ღირდა ან ღირს აი სამართლიანობის აღდგენას დაპირების რაღაც აი ვთქვათ შესრულების სათვის და ამის ყოველ შემთხვევაში ესეთი შთაბეჭდილების მაინც შექმნის გზით აი ამ პროცესების დაწყება, რომელსაც უკვე მოყვა ესეთი რეაქციები პარტნიორების მხრიდან. ბატონო აკაკი, მოგხსენებათ მართლმსაჯულებას სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც რომი დაინგრეს. ეს არის ურყევი ჭეშმარიტება ყველა დროისა და ყველა სიტუაციისთვის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, სადაც არსებობს კითხვები, საბოლოოდ უნდა იქნას შესწავლილი და სამართლიანი ვერდიქტი გამოტანილი. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია, რომელიც უკიდურესად აშფოთებს ჩვენს
დასავლეთელ სტრატეგიულ პარტნიორებს ზეგავლენას მოახდენს ამ ურთიერთობების შინაარსზე, ამ ურთიერთობაზე საერთოდ და ბუნებრივია ჩვენ თავს ვერაფრით ვერ მოვიტყუებთ და ვერ დავიმშვიდებთ, ეს აისახება ეკონომიკის პერსპექტივებზეც. იმდენად, რამდენადაც არასტაბილური ვითარება ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი საერთაშორისო კონტექსტი ბუნებრივია ამ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და გარკვეული თვალსაზრისით საქართველოსთვის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის. მაგრამ მე კატეგორიულად ვაყენებ საკითხს ასე, რომ ამ საქმეების პოლიტიკური მდგენელი უნდა გაუტოლდეს ნულს. ეს ყველაფერი სამართლებრივი კუთხით უნდა იქნას შეფასებული და დადგეს სამართლიანი განაჩენი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის რომ თქვათ ვიღაც ბრალდებულია ან ვიღაცამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს, თუნდაც ეს იყოს ყოფილი მთავრობის ან ამჟამინდელი მთავრობის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, არ ნიშნავს, რომ რაღაც ერესი და მკრეხელობა ხდება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში. დამეთანხმეთ, რომ თუ კი ამ პროცესმა მიიღო მრავალწლიანი დავის სახე, ეს იქნება ძალიან ცუდი და თქვას ნეგატიური მუხტი თუ შედეგი კიდევ უფრო გაუარესდება. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვერ დაუსაბუთეთ ჩვენს მეგობრებს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ აქ წმინდა სამართლებრივ პროცესთან გვაქვს საქმე, ყოველგვარი პოლიტიკური ანგარიშწორების გარეშე ეს უაღრესად საზიანო იქნება ქვეყნისთვის. აქვე კითხავთ, რომ უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ფართო დაპირების ნაწილშიც დაიწყოს გარკვეული ქმედებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ათასობით, თუ არა 10,000-ობით საჩივარია შესული პროკურატურაში იმის თაობაზე, რომ ისთხოვენ სხვადასხვა ფორმით დაკარგული ქონების დაბრუნებას. თუ კი ეს პროცესიც დაიწყო პარალელურად, ფიქრობთ თუ არა, რომ ესეც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ეკონომიკას? მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა რაც ვირის არ უნდა ღირდეს ის, არანაირად არ იქნება ტვირთი ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის. უფრო დაკანონებული უსამართლობაა საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა რა ლოზუნგითაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. თუმცა, თქვა, თავის დროზე პარლამენტის საყოველთაო ცნობილმა აქტმა ამნისტიის შესახებ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ, მიუხედავად ამისა, იმ უამრავი დაზარალებული ბიზნესმენის თუ მესაკუთრის უფლებების აღდგენა მე აუცილებლად მიმაჩნია, რაც არ უნდა ძვირი დაუჯდეს იგი ქვეყანას. ან უნდა მოიძებნოს ისეთი მექანიზმი აქ სამართლიანობის აღდგენის ამ მიმართულებით, რომელიც ნაკლებად დააზარალებს, ან სულაც არ დააზარალებს ჩვენს ქვეყანას. ბატონ რომანს ვკითხავ, იმიტომ იყო თავიდან რაღაც შეფასებები, რა შეიძლება დაждდეს ეს ფართო გაგებით თავისუფლების აღდგენა, იმიტომ რომ იქ საუბარია საბიუჯეტო თანხების დაბრუნებაზე, ამაზე არის პრეტენზიები ქონების დაბრუნებაზე, ნაწილი სახელმწიფოს ხელშია, ნაწილი გასხვისებულია, შესაბამისად თუ ეხა ახალ მესაკუთრეს ჩამოართმევს სხვას დაუბრუნებ, იმას კომპენსაცია ჭირდება. მეორე საკითხია, რომ სამართლიანობის ათვლა საიდან დაიწყება, რომელი პერიოდიდან ეს იქნება, მხოლოდ თქო სააკაშვილის პერიოდი, შევარდნაძის პერიოდი თუ კიდევ უფრო ადრე, არ ვიცი. და თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს? მიგაჩნიათ თუ არა სახიფათოა, თქვათ, აი ამ პროცესების ეს მასობრივად ყოველ შემთხვევაში დაწყება? მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს პროცესები, თქვენ როგორც აღნიშნეთ, უკვე კაიხანია გრძელდება და ინვესტორებზე მაგალითად როგორი შეიძლება ზეგანონა ქონოდეს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ლონდონის საფრთხო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების კოტირება და როგორი ზრდა განახორციელა ამ ფონზე და როგორ უყურებენ მას ინვესტორები 2013 წლის დასაწყისიდან 18 წლის ბოლოდან, როდესაც 900 ფუნტი სტერლინგი იყო მისი აქციის ღირებულება, დღესდღეობით 2500-მდე არის ეს გაზრდილი. ანუ იქ ვერანაირ манипуლირებას მე მგონი დამეთანხმებით ვერ განახორციელებდით, ხო, ლონდონის საფრთხო ბირჟაზე. ანუ არ უნდა შეეშინდეს თქვენ ფიქრობთ თავრობას და გაბედულად უნდა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით. ფიქრობ ინვესტორი, ასე ვთქვათ, დადებითად აფასებს დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ეს აისახება თუნდაც იმ ტენდენციაზე, როდესაც თვითონ გარემო ინვესტიციების ზრდა არის და ეს ტენდენცია საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ასევე ის მაგალითები, რომელიც მოგიყვანეთ
ასე ვთქვათ, უტყუარი მაგალითი არის იმისა, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, დადებითად ვითარდება და ინვესტორები საკმაოდ იმედიადად უყურებენ საქართველოს. თუ პოლიტიკის გავლენაზე ვსაუბრობ და ჯერ ამ ეტაპზე ვართ ამ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აუცილებლად მინდა გითხოთ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ ბაშად 7 ასეთი ცვლილება განხორციელდა სამინისტრო ეშელონებში. როგორ უყურებთ თქვენ, როგორ აფასებთ, იმიტომ რომ იყო მოლოდინები, რომ ეს შეეხებოდა ეკონომიკური გუნდის თქვათ მინისტრებსაც, ან ყოველ შემთხვევაში მინისტრებს მოადგილებს მაინც, იმიტომ რომ იყო სერიოზული პრეტენზიები და ჩამორჩენები შარშან გინდათ ბიუჯეტის შესრულების მხრივ, გინდათ ხარჯვის ნაწილში. მაგრამ მათ ეს არ შეეხოთ მინისტრებს, რომელზეც პრინციპში თქვათ აი გადამწყვეტ როლს ეკონომიკის მხრივ არ თამაშობენ. მთლიანობაში თქვენი აღქმა როგორია, რამდენად სწორად განხორციელდა ეს ცვლილებები? სისწორეს თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრმა მართული კოალიცია, მისი გადაწყვეტილება იყო და მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის ამ ეტაპზე მიდგომებს და ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით მართალი ამისი აუცილებლობა სათხოვა არ ხედავდა და თქვენ თუ ხედავთ თქვათ გამომდინარე თქვათ ციფრებიდან რომელიც თქვათ ციფრები მე რაც ხელთან მაქვს წელს ძალიან ასე ვთქვათ კარგი ტენდენციები არის ეკონომიკაში, კარგად შეინიშნება ის ზრდები ყველა მიმართულებით აბსოლუტურად არ აქვს პრაქტიკულად სფერო ეკონომიკის სადაც ზრდა არის. პერიოდების მიხედვით შედარებითი ანალიზი, როდესაც ვაკეთებთ დასაქმება, საგარეო ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა ყველგან მრეწველობა განსაკუთრებით სტატისტიკა გააქვთ თქვენ, იმიტომ რომ ჯერ ეს არ არის ხელმისაწვდომი თქვა მედიის. წინასწარები, სტატისტიკა, ასე ვთქვათ, ის რაც გამოქვეყნებული აქვს, თქვა შედარებები, რომელიც შეედრება, თქვა 2014 წლის შესაბამისი კვარტლები 2013 წლებთან, კვარტალთან მიმართებაში ზრდა გვაქვს დასაქმების. ასევე ზრდა არის საშუალოდ ანაზღაურებაზე ბიზნესში და ყოველივე ეს საკმაოდ კარგ სიგნალებს რომ აი ეს კეთილდღეობა მოსახლეობის იზრდება. ანუ ამას ნიშნავს. კი, ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს, ის რა სტატისტიკა თორსტები ამ დღეებში გამოაქვეყნა ის საბოლოო შედეგები პირველი 2 კვარტლის ჯამური ზრდა არის 6%, პირველი მეორე კვარტლის ანუ ეკონომიკა 6% გაგვიზარდა. შესაბამისად ის ივნისის წინასწარი მონაცემები რაც არის ასევე 6%-ს აღემატება. ეს ყველაფერი იმის დამაიმედებელ ციფრებს გვაძლევს და ის პროექტები რაც ჩაფიქრებული არის მთავრობაში და დღესდღეობით ასე ვთქვათ ის მოსამზადებელი პერიოდებს გადის ალბათ უახლოეს ხანში მე ვიტყვი რომ 2016 წლიდან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ციფრებზე შესაბამისად თქვენ მიშნით რომ ეკონომიკურ გუნდზე შეხება არ იყო საჭირო. კეთილი დიდი მადლობა, თუმცა ეს 5-6%-იანი ზრდა ბევრი ეკონომისტის შეფასებით იგივეა რაც ნულოვანის და საქართველოს შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა გამომდინარე იმ გამოწვევებიდან რაც დღის წესრიგში დგას. ბატონ ვაჟას მინდა ვკითხო იგივე თემაზე, თქვენ მიიჩნევთ თუ არა რომ რაღაც ეკონომიკურ გუნდში ან პოლიტიკაში შესაბამისად თორე პერსონალიებზე არ არის საუბარი, საჭირო იყო ან არის გარკვეული ცვლილებების სტრატეგიული ხედვის გაუმჯობესება თუ არა შეცვლა, მათ შორის იმ ციფრებიდან გამომდინარე, რომელზეც ახლა ბატონი რომანი საუბრობდა და აქვე მინდა კითხო კიდე ერთი რაღაცა, რომ აი ეს ცვლილებები რა ფორმითაც განხორციელდა. რამდენად მისაღებია თქვენთვის, როდესაც მინისტრი, რომელიც შედის პრესკონფერენციაზე, მხოლოდ ის წინ უნდა განაცხადოს, თქვა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა წარმოადგინოს სტრატეგია 2020 წლამდე და მხოლოდ მაშინ გებულობს, რომ თურმე აღარ არის მინისტრი და შესაბამისად ვერ ჩაატარებს ამ პრესკონფერენციას. იგივე თქვა, აი ტურიზმის დეპარტამენტის შემთხვევაში ასევე პრესიდან გაიღურვა, რომ არ არის ხელმძღვანელი და შემდეგ დადიოდა სამსახურში, იმიტომ სანამ ოფიციალურად არ შეატყობინებდნენ. ასევე მის კომუნიკაცია გვაქვს სხვა ეშელონებში, თქვა იგივე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. რამდენად ნორმალურია ესა და პირველი კითხვაც. ბუნებრივია, მე არ ველოდი პირადად, რომ ეკონომიკური ბლოკში მინისტრებს შეცვლიდნენ, იმდენად რამდენადაც გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული ეკონომიკის მართვის სისტემა შეცვლილიყო, რადგან ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, იმავე მეთოდებით ეკონომიკის მართვა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის გასული
ის ერთგვარი აუცილებელი დრო, რომელიც საშუალებას მოგცემს ჩვენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საქმიანობა შევაფასოთ. აქედან გამომდინარე, პირდადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელიც კი იყო, რომ შალვა ფიფია, რომელიც იქ ბატონ კირვალიძის იძულებითი, თქვა, დროებითი გადაყენების შემდეგ მოვიდა, თქვა, მინისტრად, მასაც კი შეცვლიდნენ. იმდენად რამდენადაც კიდევ არის საჭირო დაახლოებით 1 წელიწადანახევარი იმისთვის, რომ ეკონომიკის მართვის ახალი სისტემა შეიქმნას და თქვენ ხედავთ ამ მიმართულებით გარკვეულ სერიოზულ სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის ეკონომიკის საბჭოს, ეკონომიკური საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელსაც ბატონი რომანი წარმოადგენს და ასე ვთქვათ, ინოვაციების საბჭოს შექმნას და მის გამოტანას ეკონომიკის სამინისტრო სტრუქტურიდან სხვა ბევრ ლოგიკურ და ნაკლებად გასაგებ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ მოგცემს იმის შეფასების საშუალებას, თუ რამდენად საიმედოა ის ეკონომიკური პოლიტიკა და შედეგის მომტანი, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი მთავრობა. ჯერჯერობით ასეთი დასკვნის გაკეთება თქვენ გიჭირთ, ან პოზიტიურით, ან კი ან არას თქმა, ასე ვთქვათ, ცალსახად, ხო? რა თქმა უნდა. აქვე მინდა გკითხოთ, აი, სულ ბოლოდროინდელი სამთავრობო ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს, აი ესე ითქვა ყოველ შემთხვევაში, სოფლად ყველა მსურველისთვის 5,000 ლარის შუქებას, თუ კი ისინი გადაწყვეტენ რაღაც ახალი სამეწარმეო ინიციატივა განახორციელონ. იმიტომ რომ წარსულში ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, რომ არაერთ ხელისუფლებას უცდია, ვთქვათ, მომადლიერება, ასე ვთქვათ, სოფლად მოსახლეობის, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, მსგავსი, ვთქვათ, საჩუქრებით, მაგრამ ყოველთვის ამას არასოდეს არ მოუტანია პოზიტიური შედეგი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია ეს დღეს ამის გაკეთება და ფულის ამაზე ხარჯვა და რამდენად დროულია, არ ვიცი. გარკვეული შეღავათი ბუნებრივია იქნება ეს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, გლეხებისთვის და ფერმერებისთვის, მაგრამ მე პირადად არ მივესალმები ასეთი ინექციების განხორციელებას ან სუბსიდირებას სოფლის და სოფლის მეურნეობის, იმდენად რამდენადაც ეს მაინც უძირო ქვევრია, ის ქვიშა, რომელსაც ვერ ამოავსებ ვერანაირი წყლით. აქედან გამომდინარე, მაგალითად 700 მილიონი, რომელიც ხელისუფლებაში მოსulis პირველ წელს მიეწოდა სოფელს. მე ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესად და უფრო ეფექტურად შეიძლება დახარჯულიყო. ჩვენ სოფლად ვცდილობთ, რომ აგრარული სექტორი გამოვაცოცხლოთ, მაგრამ ჩვენი სოფელი დღეს რაც წარმოადგენს, წარმოდგენა არ გვაქვს. ამიტომ საჭიროა შეიქმნას სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას იქ განხორციელებული გარკვეული, თქვათ, ინექციები ან გარკვეული დარგების სუბსიდირება. ასეთი კონცეფცია ეს ყველაფერი ჩემის აზრით ცოტა ამორფულია და ნაკლებად არის გათვლილი კონკრეტულ შედეგზე. ასეთი კონცეფცია უკვე არის და იქ მთავარ ელემენტად მიჩნეულია განათლება, ვთქვათ, სოფლად. ბატონ რომანს ვკითხავ და ამით დავასრულოთ ეს ჩვენი ანალიზი ეკონომიკის, არა, ვთქვათ, ციფრებით. აი ამ პროგრამაზე რა შტაბეშტილება გაქვთ, რა თქვენ უჭერთ თუ არა მხარს, ვთქვათ, აძლევთ თუ არა მთავრობას, მიეცით თუ არა მთავრობას მწვანე შუქი, იმ, ვთქვათ, იმიდან გამომდინარე, რაც გამოცდილება გვაქვს მსგავსი პროგრამების, რომ ეს ფული უბრალოდ იკარგება შემდეგ. კარგია, რომ სესხის სახე არ აქვს, იმიტომ რომ ამას კიდევ უფრო ცუდი გამოცდილება ახლავს ხალხმა გვახსოვს, რომ მე სახკარი დაკარგა, იმიტომ მაინც დასაბრუნებელი გაუხდათ ეს შემდეგ. მე მგონი ამ პროექტზე მეორე ბლოკში ურდეტალურად მოგახსენებენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა ჩემი შეხედულება ამასთან პროექტთან დაკავშირებით ძალიან დადებითი არის. ეს არ არის თანხმობრივად დიდი მოცულობის ერთი, მეორე რომ ეს მხოლოდ მიკრობიზნესს შეეხება და შესაბამისად თითქმის სოფელში არ იქნება დარჩენილი შესაბამისი სპეციალობის ადამიანი, ეს იქნება დურგალი, რავის პურის ცხოველი, რომელსაც სახელმწიფო გრანტის სახით არ მისცემს, თუმცა უნდა იცოდეთ ამაზე დეტალებით ალბათ ეკონომიკის სამინისტრო გეტყვით, ეს იქნება თანადან დაფინანსების შემთხვევაში, ანუ ეს არ არის მხოლოდ რომ ფული საჩუქრად მივეცით და ის ასე ვთქვათ არამიზნობრივად გახარჯავს, მათ მონიტორინგი ექნებათ და გააკონტროლებენ მის მიზნობრივად გახარჯვას, რომელიც საშუალებას მისცემს კიდევ პატარა წვლილი შეიტანოს სოფლის განვითარებაში. ეს არის მთავრობის ნაბიჯი, ჟესტი, რომელიცაც მაქსიმალურად დაეხმარება სოფელში შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის ადამიანებს აღჭურვილობა შეიძინონ და გამოუშვან მეტნაკლებად ხარისხიანი, ეს იქნება სუვენირი, ეს იქნება ვთქვათ ხის. მე მგონი არ არის ესეთი ვთქვათ რაღაც აქცენტები დასმული იქ, მე ყველას ეხება თუ არ ვთქვი. კეთილია, გავიგოთ დეტალები, რეკლამის შემდეგ ამ თემაზე ვისაუბროთ, იმის ბევრს აინტერესებს სოფლად საჩუქრების თემა. პროექტის ავტორის
მისგან უშუალოდ შევიტყობთ დეტალებს, ვინ მიიღებს ფულს, როდის და რა პირობით. აგრეთვე დააბალანსებს თუ არა სოფლად დახმარების პროგრამები რუსეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებას, რაც იქ სწრაფად მზარდ ექსპორტს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. დაგველოდეთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს 5000 ლარი საჩუქრად ყველა მსურველს, ვინც კი სოფლად რაიმე წარმოების დაწყებას გადაწყვეტს, პროექტში კი 1000 ლარამდე ღირებულების საკუთარ ქონებას გამოიყენებს. თუ ფული გეცოტავებათ, შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 მეზობელი გაერთიანდეთ და მაშინ თანხად 15000 ლარს მიაღწევს. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობისადმი ბიძგის მიცემაა, თუმცა გამოცდილება ასეთია, რომ ყველა მსგავსი პროგრამა აქამდე უმეტეს შემთხვევაში კრახით სრულდებოდა ხოლმე. რატომ ფიქრობს მთავრობა, რომ საჩუქრებით ამჯერად აუცილებლად გაკეთდება საქმე? ამას ახლა გიორგი ციკოლია წარმოების ხელშეწყობის სააგენტოს უფროსი გვეტყვის, რომელიც ამ პროექტს უძღვება. მით უმეტეს, რომ ბატონ გიორგი, თქვენ გადაწყვიტეთ წასულიყავით სხვა გზით და ბანკები, როგორც ფილტრი ამ ფულის გაცემისას არ ჩაგერიათ საქმეში. რა შიშები გაქვთ თუ კი საერთოდ? რომ აი თქვა ფული შეიძლება არა მიზნობრივად იქნეს განაწილებული, მით უმეტეს, რომ ბუნებრივია ასეთი სურვილი მეორე მხარეს იქნება, რომ მიიღონ ფული საჩუქრად არაფრისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ თანამაყურებლებს. პირველ რიგში მინდა ცოტათი დავაკორექტირო, ანუ ეს დაანონსება ჩვენი პროგრამა და პროექტი საერთოდ არ ეხება სოფლის, ანუ არა მარტო სოფლის მეურნეობას ეხება, პირველ რიგში ეს არ არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. ეს არის ზოგადად რეგიონებში ბიზნეს წარმოების და რეგიონებში ეკონომიკური წამახალისებელი პროექტი. კი, ასეც ვთქვით, სოფლად რაიმე წარმოების გადაწყვეტის და არა მარტო წარმოების, ნებისმიერი ბიზნესის. მაგალითად საპარიკმახეროს. დიახ, ნებისმიერი მცირე ბიზნესის, ეს არის მიკრო ბიზნესის ახალისების პროექტი, რომელიც ასევე მეორე რას მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის, ანუ გაშგერდა რომ საჩუქარი, თუმცა რეალურად არის საჩუქარი, ეს არის სტიმული, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. ეს თქვენ პრეს-რელიზში ეწერა, ხაზგასმით, რომ საჩუქარი არის, დიახ. ჩვენ ვაძლევთ სტიმულს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არ არის სესხი ყოველ შემთხვევაში. არა, ეს არ არის სესხი. და პროექტის შესახებ დეტალურად აგიხსნით. ეს არის მიკრო წარმოების ახალისება რეგიონებში. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს თუ გადავხედავთ ბიზნეს ბრუნვის მოცულობას, ჩვენ ნახავთ, რომ თბილისში პრაქტიკულად 80% ბიზნეს ბრუნვის მოდის თბილისზე. და 22-24% არის ის ბიზნეს ბრუნვა, რომელიც ხდება რეგიონებში. რეგიონებში ასევე 10 რეგიონიდან, რომელიც დღეს ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არის, 10 რეგიონიდან უმეტესწილად ბიზნეს ბრუნვა ერთულ მოსახლეზე არის 3000 ლარზე ნაკლები. რაც ასევე მეტყოლებს იმას, რომ რეგიონებში სამწუხაროდ დღემდე არანაირი ბიზნეს აქტივობა არ შეიმჩნევა. ეს ბიზნეს აქტივობა, რომელიც რეგიონებში ქმნის დოლარს და რეგიონებში ქმნის საქმიანობას და ახალ სამუშაოებს. არავინ დაობს იმას, რომ რეგიონებს ჭირდება ყურადღება. აი მე ციცას დავამატებ, აი თქვენ ჩამოთვლს, რომ აი საშუალო შემოსავალი, მაგალითად, ქალაქად 4-ჯერ, 5-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო შემოსავალი მოსახლის სოფლად. ცხადია, იქ ჭირდება მართლაც ეს ეკონომიკური აქტივობის შეტანა, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი მიდგომებით, როდესაც აი ეს მასობრივად რიგდება ფული საჩუქრად. როგორც წესი, ამ დროს სულ ძალიან ახლო წარსულში მანქანების შეიზყიდეს იმის მაგალითად, რომ თქვა აი სეტყვისა და გვალვის პრობლემები და შედეგები აღმოაჩნდა. მასობრივად ფულის დარიგებას არავინ არ აპირებს. ეს არის პროგრამა, რომლის მიხედვით აგიხსნით ახლა რომ ეს პროგრამის იმპლემენტაცია როგორ განხორციელდება. ჩვენ გვაქვს ქვეყანა ტერიტორიებთან რეგიონების მიხედვით დაყოფილი და თითო რეგიონზე იქნება გამოცხადებული ტენდერი. ანუ ტენდერი, რომელსაც ჩვენ მხრიდან გაწრილი იქნება ის მოთხოვნები, მოლოდინები, ასე რომ ვთქვათ. ბიზნეს გეგმა იქნება მათ შორის ამ მოთხოვნებში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტენდერის მეშვეობით ჩვენ არჩევთ იმ კომპანიებს, ანუ ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელიც რეგიონებში განახორციელებენ აღნიშნული ტიპის პროგრამას. ანუ ჩვენ როგორც საჯარო სამსახური არ ვაპირებთ ჩართვას გრანტის გაცემის პროცესში. ჩვენ არ ვიქნებით ის უწყება, რომელიც მიიღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას თუ ვის გადაეცეს გრანტი. ამის გადაწყვეტილებას მიიღებენ ზუსტად ის იმპლემენტატორი უწყებები, რომელსაც ჩვენ თითო რეგიონზე ტენდერის მეშვეობით შევირჩევთ. თუმცა ფულს გაცემთ თქვენ და არა ბანკი, როგორც ტიპიურ შემთხვევაში აქამდე ფულის გაცემის პროცესი როგორ მოხდება? პირველ რიგში პირველი 4 თვე, ეს არის ის 4 თვე, რომლის შედეგად ჩვენ და რომლის მეშვეობით ჩვენ ვაპირებთ სოფლებში იდეების შეგროვებას და მეწარმეების ტრენინგების ჩატარებას. ანუ იმ იდეების შეგროვების შედეგად ჩვენ საკონსულტაციო და სატრენინგო ნაწილი ანუ იქნება გათვალისწინებული, რომლის შედეგად ჩვენ გვინდა რომ თითო ბენეფიციარმა საბოლოო ჯამში საკუთარი ხელით
დაწეროს ბიზნეს პროექტი, გაიგოს თუ რა არის მისი დეტალები, მიიღოს, ანუ გაიმაღლოს საკუთარი უნარჩვევები, რაც ეხება ბიზნეს საქმიანობას, ასე შემდეგ, ანუ გაიგოს ბუღალტერია როგორ ხდება ბიზნესის განვითარება როგორ ხდება და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ პროექტი, რომელიც კომერციულად მომგებიანი არის. ანუ ფინალისტები გაივლიან ესეთ ტრენინგს და შემდეგ შეირჩევა უკვე საბოლოო. ამის შემდეგ დაიწყება გრანტების გაცემის დიახ, ამის შემდეგ დაიწყება გრანტების გაცემის პროცესი. თუ გაქვთ ესეთი მოთხოვნა, რა ვადიანი უნდა იყოს ეს პროექტი, ანუ რა ხანში, რა პერიოდში უნდა მოხდეს თანხის ათვისება, შესაბამისად პროექტის განხორციელება. ჩვენი პროგრამა არის გათვლილი 3 წელზე, ანუ 28 თვე არის აღებული. პირველი 4 თვე როგორც გითხარით, ეს იქნება ეს პერიოდი, როცა მოსამზადებელი. დიახ, არა მარტო მოსამზადებელი, ანუ იდეების შეგროვება, ტრეინინგები, კონსულტაციები, ამ ხალხთან უშუალო მუშაობა და შემდგომ უკვე მთელი წლის განმავლობაში, ანუ 1 წელი, ეს იქნება გრანტების გაცემის პერიოდი, რომლის შედეგად შემდეგი დარჩენილი პერიოდი, ეს იქნება ის პერიოდი, როცა მოხდება მონიტორინგი უკვე გაცემულ გრანტებზე და ასევე მონიტორინგი იმაზე, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ბიზნესი. ანუ ჩვენ გვექნება მთელი წელი, რათა მონიტორინგი განმახორციელოთ და ვნახოთ თუ რა შედეგი მოიტანა. აი რა მოხდება მაშინ, როდესაც თქვათ მონიტორინგი გამოავლენს, რომ რაღაც კონკრეტულმა ადამიანმა, რომელმაც თქვათ მიიღო 5000 ლარი და რაღაც კონკრეტული პროექტი უნდა გაეკეთებინა, არ მიიყვა იმ გაწერილ ბიზნეს გეგმას და უბრალოდ ფული ჯიბეს ჩაიდო, რაღაც ერთი თვე სიმბოლურად ამუშავა ის ობიექტი, ან არც ამუშავა და ნუ განაცხადა რომ გადახდის უნაროა. გადახდის უნარო, ანუ არ ვიცი, რაღაც პრობლემაა, არ გაამართლა მისმა ბიზნესმა. არა მიზნობრივად დახარჯა თანხა, დიახ. კი ბატონო, ნებისმიერი პროექტის წარმატება არის დამოკიდებული პირველ რიგში მენეჯმენტზე. ხო, ანუ როგორ განახორციელება ან მენეჯმენტს. ჩვენს მხრიდან აუცილებლად თქვით, რომ ვთვლით, რომ მონიტორინგის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის მონიტორინგის პროცესი, რომელიც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ სკრუპულოზურად მივუდექით. იმას თუ რა ტიპის მონიტორინგი უნდა განახორციელოთ, რა ტიპის მოლოდინები ჩვენ გვექნება საბოლოო ჯამში, როგორც შემსრულებელ ინსტანციისგან, ასევე ბენეფიციარებისგან. და მინდა გითხრათ, რომ ის არსებული წარმატებული მაგალითები, რომელიც აღნიშნული პროგრამის განხორციელება საქართველოში არსებობს და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 7 წელია ასეთი ტიპის პროგრამა საქართველოში ახორციელებს. არა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ესეთი გამონაკლისები უწოდოთ. ბოლომდე შეიძლება რომ არა, გასაგებია, რომ თქვენ აი აპირებთ, რომ მონიტორინგის გზით უზრუნველყოთ მაქსიმალური ეფექტურობა. ეს გასაგებია, ბუნებრივია ესეც იქნება, მაგრამ აღნიშნული პროგრამა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება BIP-ის მეშვეობით, British Petroleum-ის ხორციელდება. ჩვენ ეს გავაშუქეთ არაერთის შემოყურება იცის ამის შესახებ, ამ პროექტებში. და ამის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ნახოთ, რომ კითხვა არის, რომ მოუწევს თუ არა დაბრუნება. მაშინ თუ კი თქვენ გადაწყვეტთ, რომ არამიზნობრივად დახარჯა, პროგრამა ჩავარდა, არ გამოიყენა ეს თანხა. არამიზნობრივად პირველ რიგში გრანტების გაცემა არ მოხდება, ანუ არა, დახარჯვა თუ მოხდა გაცემა. გახარჯვის პროცესშიც მოხდება მონიტორინგი. ანუ თანხის ერთობლივად მონიტორინგი თუ გამოავლენს, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა, მოუწევს თუ არა? გრანტის გაცემის პროცესი შეჩერდება. მაგრამ 5000 ლარს რამდენ პორციად შეიძლება რომ გასცეთ, ალბათ ერთიანად. ბიზნესი არის დამოკიდებული. ხო, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მარტივ რაღაცებზე. ანუ ესე წესი არ გიდევს, რომელიც აი წესებში, რომ აი თქვა ამ შემთხვევაში რა მოხდება? ნუ ეს არა გაქვთ გაწერილი. არა, წესებზე გაწერილი გვაქვს, რომ ჩერდება გრანტების გაცემის პროცესი. თუმცა მაქსიმალურად ამავდროულად თავს ვიზღვებთ და მონიტორინგის მეშვეობით ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ესეთი ტიპის кейსები საბოლოო ჯამში იქნება ნოლამდე დაყვანილი. თუმცა ეს ხალხი არ რჩება მარტო. მოგეხსენება თავს იგივე ცუდი სესხების სპორტი, ანუ გაფუჭებული სესხების ნაწილი, ხო, რომელიც ნუ შეიძლება ზუსტი ციფრები ახლა არ მომიღია, მაგრამ ნუ დაახლოებით შეიძლება 10%-მდეც კი მივიდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ხო? არა, მე ისე თქმა მინდა, რომ კრედიტის შემთხვევაში, თქვათ, მეურნეს აქვს გაცილებით მაღალი мотиваცია, რომ ეს თანხა უკან დააბრუნოს, რომ მისი ბიზნესი წარმატებული იყოს, მისი იდეა ნამდვილად იმუშაოს და ამ შემთხვევაში, შესაძლოა თქვა საჩუქრის, ნუ თქვენ არ გინდათ ამ სახელის ხმარება, მაგრამ რეალურად საჩუქარი გამოდიქია, რომ დამატებითი мотиваცია დამატებითი გაცილებით დაბალია. თქვენ როგორ გააკონტროლებთ იმას, რომ აი ეს ფული გააკეთდეს კონკრეტული საქმისთვის, დაიხარჯოს კონკრეტული საქმისთვის? კიდევ ერთხელ ამ პროგრამის ფარგლებში გარდა ჩვენს მიერ გაცემულ თანხის დამატებითი ნებისმიერ ბენეფიციარს მოუწევს თანამონაწილეობის, ანუ 20%-იანი მინიმუმ თანამონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბენეფიციარის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში და მისი ჩართულობა და საბოლოო ჯამში სურვილი რომ პროექტი იყოს წარმატებული არის ძალიან ამაღლებული. თუმცა არა აუცილებლად ფინანსური თანამონაწილეობა შეიძლება იყოს ბოსტანი უძრავი ქონა. კი ბატონო, იცით რომ რეგიონებში ანუ შეიძლება იმ ქონების დაბრუნება მოუწიოს ამის სანაცვლოდ თუ კი თქვა ჩაუვარდა პროექტი?
არა, დაბრუნება არ მოუწევს პროგრამის განსახორციელებლად მოუწევს საკუთარი კონტრიბუცია. საკუთარი კონტრიბუცია ასევე იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მისთვის რო აღნიშნული პროექტი იყოს წარმატებული, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საუბრობთ ხალხზე, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთოდ არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულიყო. ჩვენ საუბრობთ ხალხზე, რომელიც დღეს რეგიონებში, სოფლებში ცხოვრობენ და საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი, არა მარტო საკუთარი ბიზნესი, არამედ სამსახური იპოვონ. ჩვენ საუბრობთ იმ ხალხზე, ვისაც ჩვენ ამ პროგრამით პირველად ვაძლევს საშუალებას, რომ ხალხმა არა მარტო პასუხისმგებლობა იზრდება, არამედ საკუთარი ბიზნეს კესები და საკუთარი დაჯერების ბიუჯეტი რა არის? ბიუჯეტი რა არის, რაც განსაზღვრება? ასევე მინდა ბიუჯეტთან აღვნიშნო, რომ ბიუჯეტს რას ეხება, ანუ ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი. 20 მილიონი ლარი. რომელიც გადანაწილდება რეგიონების მიხედვით, რაც გამოდის, რომ ეყოფა 4000 ბენეფიციარს. 4000 ბენეფიციარამდე საერთაშორისო სტატისტიკიდან გამომდინარე ჩვენ ასევე რომელიც მიკრობიზნესების წახალისებას და მიკრობიზნესების განვითარების შესახებ ანალიზი ტარდება ჩვენ გათვლილი გვაქვს რომ ჩვენი თანხით საბოლოო ჯამში შეუძლებთ 3200 მიკროსაწარმოს შექმნას და ერთი მიკროსაწარმო გამომდინარე იქნება სადღაც საშუალოდ 2 სამუშაო ადგილს ქმნის 5500 სამუშაო ადგილს საბოლოო ჯამში ამ პროგრამით მივიღებთ. 5500. თუ ჩავთვლით რომ რეგიონებში ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი მოსახლე, ეს გამოდის რომ ყოველ 100 კაცში დაახლოებით 3-ს შეიძლება შეხვდეს ეს პროგრამაში მოხვდეს. თქვენ მოგეხსენებათ რომ ნებისმიერი პროგრამა. არ იცი რა ეს საით მიხავსაუბარი. რა თქმა უნდა ეს მასობრივი ისეთ ვერ იქნება კომუნიკაციის, მაგრამ კომერციული პროექტები საბოლოო ჯამში თქვენ მინდა კითხოთ რატომ გამოთვალე ესენი რომ თქვენ განცხადებაში ამ პროგრამის დაწყების და გამოცხადებისას იყო საუბარი ყველა მსურველს და ასე შემდეგ. ანუ მასობრიობის განცდა ყველა მსურველს შექმნება საშუალება საკუთარი შემდეგ 100-დან მხოლოდ 3-4 შეხვდება ეს. ხო არ გამოიწევს მეთქი, ან ხო არ გეშინიათ რომ ამან უკმაყოფილება გამოიწვიოს. კიდევ ერთხელ, ანუ შეხვდება რას ნიშნავს? ანუ ჩვენ საუბრობთ აქ საბოლოო ჯამში კომერციულად მომგებიან პროექტებზე. ჩვენ არ საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ხო რიგი დადგეს და ადამიანმა თქვას, რომ იცით რა, სახელმწიფო 5000 ლარს მაძლევს, ან 10000 ლარს და მომიცდეს 5000 ლარი. ეს არ არის ესე საქმე. ჩვენ საუბრობთ კომერციულად მომგებიან პროექტებზე. ანუ ჩვენ საუბრობთ მიკრობიზნესებზე, რომელიც საშუალება აქვს აქ ძელვადიან პერსპექტივაში გახდნენ კომერციულად მომგებიანები და ასევე განვითარდნენ, ხო, გაფართოვდნენ. ანუ ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს მიკრობიზნესი წლების განმავლობაში 2-3 წლის შედეგად ისე განვითარდეს, რომ საბოლოო ჯამში გადავიდეს, ანუ გახდეს საშუალო ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და თუ ამ ადამიანმა აიღოს და სხვა ყოფადი ასე. დიახ, პირველი რიგიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რაღაცა იდეა, რომელიც თulis რომ კომერციულად შემოგვიდიან პროგრამა მუშაობს, იმედია გაგრძელდება და ეს თანხები ციფრებზე დამოკიდებული და გაიზრდება. ციფრებზე არის საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებული და სამწუხაროდ ნებისმიერი იდეა საბოლოო ჯამში შეუძლებელი არის რომ იყოს კომერციულად მომგებიანი, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავარი არის ის, რომ ადამიანმა იდეით მოვიდეს, ჩვენ ეს ამ იდეის საბოლოო ჯამში კომერციალიზაციას მაქსიმუმით ხელი შევუწყოთ და ასევე ადამიანებს ვასწავლოთ თუ უთხრათ ავუხსნათ თუ როგორ კეთდება ეს ბიზნესი, როგორ შეიძლება ბიზნესის განვითარება, ამას ვაკეთებთ პროფესიონალების მეშვეობით, საჯარო სამსახურში ამაში ჩართული არ არის არანაირად. ჩვენ არ თვლით რომ საჯარო სამსახურს აქვს იმის უფლება რომ ნებისმიერ ბენეფიციარს ასწავლოს როგორ კეთოს ბიზნესი, ეს იქნებიან პროფესიონალები და საბოლოო ჯამში ავრჩევთ იმ პროექტებს, რომელიც კომერციულად მომგებიანად საშუალებას მისცემს რომ შემოსავალი რეგიონებში გაიზარდოს. მე უბრალოდ ახლა შეგაწევთ სიტყვას რომ მათ ვისაც ეს არ ეყოფა, არის სხვა პროგრამებიც და შეუძლიათ შემდეგ ეს გამოცდილება და კონსულტაციები გამოიწეონ, გამოიყენონ სხვა პროგრამებში ჩასართავად. ხიდან დაიწყო და ასევე შემდეგ დიდი მადლობა. მათ შორის დონორების. დიდი მადლობა. თავრობისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, არა და სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ უბაჟოდ ვაჭრობის რეჟიმს ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთი გააუქმებდა, რადგან ეს პრეფერენცია საქართველოს SNG-ს ფარგლებში 20 წლის წინ მიენიჭა. მეორე საკითხი რომ კარგი იქნებოდა საქართველოს მხარეს ეს თავად გაერკვია, როდის აპირებდა რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმას და არა გაზეთში წაეკითხა, რომ მეღვინეებს თადარიგი წინასწარ დაეჭირათ, რადგან შედეგად მათი პროდუქცია რუსეთში წინასწარი შეფასებებით 20-დან 25%-მდე გაძვირდება და ეს ბუნებრივია რეალიზაციას შეგვეცავს. თუმცა მიშა საბოლოო ჯამში ეს მთლიანად აგროწარმოებისთვის ან ეკონომიკისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს, ისე ყოველ შემთხვევაში როგორც ეს 2006-ში ემბარგოს შემოღებისას გახდა, მაშინ რუსულ ბაზარზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 18% მოდიოდა, რაც 152 მილიონ დოლარს უდრიდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია და თუ მან 5%-მდე დაიწია, თქვა განახევდა დიდი არაფერია. და არ იქნება თქვა იმხელა ამპლიტუდა რამდენიც იყო 2005-6 წლებში. თუმცა ღვინის ინდუსტრიისთვის მაინც მძიმე დარტყმა იქნება კონკრეტულად ამ სექტორისთვის ასეთი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმება. შარშან არასრული წლის განმავლობაში მოგეხსენებათ,
იანვრიდან არ იყო გახსნილი რუსული ბაზარი. მთლიანად 56 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა რუსეთში, ხოლო წელს უკვე 6 თვის განმავლობაში იგივე მაჩვენებელზე ღვინის ინდუსტრია გავიდა, მიაღწია იგივე ციფრს და მთლიანი ღვინის ექსპორტი გაორმაგდა ტემპი ხო? ანუ შეიძლება ითქვას, რომ თქვა წლის ბოლომდე იგივე რეჟიმში რო გაგრძელებულიყო გაორმაგდებოდა და ვხედავთ ასევე თქვა ღვინის ექსპორტის წილს მთლიან ექსპორტში თუ კი 2005 წელს 77% იყო და შემდეგ პრაქტიკულად ნულზე დაეცა, ბოლოს უკვე 2014 წლის ივნისის მდგომარეობით ის თითქმის 2/3-ზე იყო დაბრუნებული, ანუ რუსეთის ბაზრის წილი მთლიან ღვინის ექსპორტში. ანუ ეს 20%-იანი ბაჟი რომ არ აღდგარიყო, ალბათ სავარაუდოდ ყველა ძალიან რეალისტურად დაუბრუნდებოდა ღვინის ინდუსტრია იმ მაჩვენებელს, რომელიც რუსეთის ბაზარზე ხდება. და აქ უნდა ითქვას, რომ შემდეგი ანუ არა მარტო ღვინო იქნება დაზარალებული, გარკვეული მცირე მასშტაბით, მინერალური წყლებიც, სადაც საბაჟო მოსაკრებელი 15%-ია, ღვინოზე როგორც უკვე თქვი 20% და ხილისთვისაც, სადაც ასეთი გადასახადი 5%-ის ნიშნავს. რომელიც შაშან საერთოდ არ გასულა და წელს ახლა დაიწყო მისი ექსპორტი. იქნება თუ არა ევროპაში თავისუფალი ვაჭრობა რუსეთის საპირწონე. ჯერ ასეთი პერსპექტივა არ ჩანს და მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, რაც ადგილობრივი წარმოება ევროპულ სტანდარტზე გადაეწყობა. ამას კი დრო და ფული დაჭირდება. ფულს ევროკავშირი გამოყოფს, ხოლო დრო ფულის მიმღებთა მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. სურსათის სააგენტოს პერსონალს გარდა ამერიდან ჩვენ მესაზღვრებსაც მოვამზადებთ სურსათის უვნებლობაში, რადგან მათ მოვალეობაში შევა საზღვარზე შემოსული ყველა პროდუქტის შემოწმება, რომ ის უსაფრთხო იყოს ქართველი მომხმარებლისთვისაც და უსაფრთხო იყოს რეექსპორტისთვისაც. განვაგრძობთ ლაბორატორიების აღჭურვასაც, მათ შორის ახლა უკვე მესაზღვრეებისთვის. ეს არა მხოლოდ სურსათის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, არამედ წარმოების ხარისხის ასამაღლებლად. მაგალითად, ამჟამად საქართველოს ევროპაში თხილი გააქვს, რომლის ექსპორტის გაფართოება უსაფრთხოებასთან ერთად თხილის ხარისხზეც არის დამოკიდებული. შესაბამისად, ლაბორატორიებს, რომლებიც ამას გააკონტროლებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანობაში სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი ევროკავშირის დახმარება 14 მილიონი ევროა. რაც დაახლოებით 28-30 მილიონი ლარია, ხოლო ამ მეორე ფაზისთვის კიდევ 4,5 მილიონი евро გამოიყოფა. ანუ ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდურია და მისი საშუალებით ჩვენ სურსათის მინიმუმ 350 ინსპექტორს გავწვრთნით. მოვამზადებთ 450 ვეტერინარს, მათ შორის კერძო სპეციალისტებს და შემოსავლის სამსახურის ათობით მუშაკსაც, რომლებიც საზღვრებზე იმუშავებენ. ახალი მიდგომები სოფლის მეურნეობაში ნელა, მაგრამ მაინც მჭდება. ისინი, ვისაც პრობლემის ფართო ხედვა აქვთ, მიიჩნევენ, რომ ხარისხი და ზუსტი სამოქმედო გეგმა უმთავრესია და არა რაოდენობა. ხარისხს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ზალისხმევა ჭირდება, თუმცა შედეგიც მეტი აქვს და მოგებაც. ეს არის ჩვენი ნუში, გადაჭრილია გვიან გაზაფხულზე. ეს ნაზად ეს მიახლოებით შემოდგომამდე ჩამოყალიბებული ხე იქნება. ძალიან პერსპექტიულია საქართველოსთვის. ფართობების ძასთან ერთად თემსოფლიოში იზრდება მოთხოვნა და ფასი ნუშზე. ანუ მიახლოებით 10 წლის წინათ ნუშის ღირებულება კილოგრამის, ანუ გარჩეული თხილის იყო 3-4 დოლარი, წელს უკვე საშუალო კალიბრის 20-26 კალიბრის ნუშის ფასი იყო საბითუმო ფასი 10-11 დოლარი. მასიურად დაიწყეს თურქეთში ნუშის გაშენება. ჩვენ ვფიქრობთ ერი, რომელიც დიდი რაოდენობით ნიგოს მოიყვარს. ჩვენ შემოგვაქვს ნიგოზი ირანიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. όσο შეიძლება ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ და არ შემოვიტანოთ. შევხსნით სანამ მასალას გნებ ამერიკული ჩანდლერი. ეს არის მაღალმსხმოიარე ნაადრევ ასაკში შედის მსხმოიარობაში. რაღაც გარკვეული პერიოდი ვაწარმოებ კაკლის ენერგიის გამოყვანას, შემდეგ შევწყვიტო, რომ არ მოვიყვანოთ მოჭარბებული პროდუქცია. ანუ იმას, ვისაც მე კაკლის ბაღს გავუშენებ, რაღაც გარანტი უნდა ვიყო, ჩემი ბურად უნდა ვიყო გარანტი, რომ მე ენერგიას აღარ ვაწარმოებ, რომ იმის კომერციული ბაღი, ის რაც იქნება, იყოს ყოველთვის სამუდამოდ მომგებიანი. ჩამოყალიბეთ ჩიდა ბაზარზე რა რაოდენობის რას მოიხმართ. და პარალელურად უნდა ვეძებოთ მარკეტი, სადაც შეიძლება ის მოჭარბებული პროდუქცია გავიტანოთ. და აუცილებელია იყოს თითოეულ რეგიონში თითო ცენტრი მაინც, ვინც მიახლოებით სწორ რჩევას მისცემს. ფლექს. ჩვენ გვთხოვენ ფლექს, მაგალითად დავწეროთ ბიზნეს გეგმა. ჩვენ კი დავწერთ ბიზნეს გეგმას, მაგრამ აი ამის შემდეგ ვიცით მაგალითად მიახლოებით ფასი უნდა წავიღოთ ხვის. არ ვიცით.
ჩემი მოსაზრებით შავ ქლიავში გვექნება ჩვენ პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით გავაშენეთ შავი ქლიავის ბაღები. ფასი კი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა მაშინ რომ საერთოდ მაგალითად 100 კილოგრამი. გვექნება 100.000. ანუ იგივე ფასი იქნება, რა თქმა უნდა, შენ არ შუნდება იგივე ფასი. შევხედოთ პირდაპირ თვალებში და მოგვიწევს ვაშლად ამას გაჩეხო. იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერ გადავამუშავოთ, ხო? არ არსებობს. გვჭდება კითხვა გავიდანოთ სად? ანუ იქ სადაც უნდა გავიდანოთ არის მოთხოვნა ჩვენ პროდუქტზე, ან იმ ხარისის პროდუქტზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. იყო მოლაპარაკება ან ხელშეკრულება რომელიმე კომპანიასთან დადებული რომ ისინი ჩვენს პროდუქციას შეიძენენ? ახლა არ უნდა დააზიანო კანი მამკუხის. კარგი? სხვათა შორის არასთან დაფიქსირდა ნუშ შინძეც კი ძალიან მაღალი ფასი. მაგრამ ის მოსავალი რაც იყო საქართველოში არ იყო საკმარისი. მომავალიდან დავიწყებთ ამაზიური შაკის მსხლების გამოყვანასაც. ამერიკაში მისი ღირებულება ერთი წლის მიახლოებით $3. 2-დან $3 მერყეობს. ერთი წლის. თავარი პრინციპი გლეხები გავერთიანდებით თუ არა ჩვენი მცირე მიწებით ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ამ მცირე მიწებზე ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გეგმა, ანუ ჩვენ უნდა გავზარდოთ მცირე მიწებზე მოსავლიანობა. რეკლამის შემდეგ კაზანტიპს ტურიზმის შეფი შეეწირა, თუმცა ის მაინც შედგება, მაგრამ გაგრძელდება კი სამოვალოდ, თუ კი კაზანტიპის ვიზას გარდა ტურისტს საკონსულოს მიერ გაცემული ვიზაც დაჭირდებათ, არაც უცხოეთში მთავრობა ტურისტებს ახალ მოთხოვნებს უყენებს. აგრეთვე საჭიროა თუ არა ბევრი ფული, რომ ბაზარზე საუკეთესო სასტუმრო შექმნა. არა, აჩვენებს პრაქტიკა თბილისის ერთ მომცრო საოჯახო სასტუმრო რეიტინგით Marriott-საც უსწრებს და Radisson-საც. დაგველოდოთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს 9 ბოდიშმა, მათ შორის უფროსის მიმართ ჩვენს წინა გადაცემაში ვერ უშველა ტურიზმის აწუკვე ყოფილ შეფს, ის მაინც გადააყენეს, თუმცა კაზანტიპი მაინც შედგება. გიორგი სიგუაკი კაზანტიპის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 100.000 ევროს მიიღებს. თუმცა არ არის გამორიცხული სამსახურის შეთავაზება მოკლევადიანი აღბეჭდეს, რადგან კაზანტიპი საომრობლოდ ანაკლიაში შესაძლოა აღარც შედგეს. ახალი სამთავრობო რეგულაციით ტურისტები ვიზას საზღვარზე ვეღარ მიიღებენ, მათ უცხოეთში საკონსულოში მოუწევთ ვიზის მოპოვება, შესაბამისად მხოლოდ კაზანტიპის რესპუბლიკის ვიზით აქ ვეღარ ჩამოვლენ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახალ რეგულაციას სამინისტრო ადასტურებს ასეთ რეგულაციას, თუმცა დეტალებზე იქ არ საუბრობენ. ტურისტული სააგენტოები კი უკვე ზარალს ითვლიან. ისეთი ქვეყნებში, სადაც ჩვენ მუშაობთ, საერთოდ არ არის საელჩო საქართველოსი, მაგალითად გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში ძალიან დიდი მოთხოვნა არის, კერძოდ ხალხი, რომლები ეგვიპტელები, მაგალითად ფილიპინელები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ბევრი ჩამოდიან და ძალიან მოწონთ საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ კარგი სასტუმროები გვაქვს, მათთვის მისაღები, ხელსაყრელი ფასია, ახლო არის მათთან და ისინი ფაქტიურად ვეღარ შემოვლენ ქვეყანაში, რადგან ვიზა ვეღარ შეძლებენ რომ აიღონ. ცხადია მოლოდინი რომ ტურისტები დამატებით და მნიშვნელოვან ძალისხმევას გაიღებენ საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზის მოსაპოვებლად თუ სხვა ქვეყანაში სწავლენ და ეგ საკონსულოს მიმართავენ, ალბათ არ უნდა გქონდეს, არადა ანაკლიაში ის იყო, მას ტურიზმის განვითარება დაიწყო და ანაკლიელებიც ბიზნესში ჩაერთვნენ. ექნება თუ არა ამ პროცესს გაგრძელება და შანსი იქაურებს რომ ძველი სახლები მაღალი დონის სასტუმრობა და აქციონ დრო გვიჩვენებს, თუმცა თუ კი უმსხვილეს ტურისტულ საიტზე TripAdvisor-ზე შეხვალთ, ნახავთ რომ ეს შესაძლებელია. მაგალითად თბილისში საუკეთესო სერვის მიმწოდებლად საიტი ერთ მცირე საოჯახო სასტუმროს დაგისახელებთ და მხოლოდ მეორე რიგში გირჩევთ Marriott-ს ან თუნდაც Radisson-ს. თბილისის ერთი პატარა საოჯახო სასტუმრო TripAdvisor-ის რეიტინგის სათავეში. ოჯახს სიხარულის საფუძველი ნამდვილად აქვს. ცნობილი ვებგვერდის რეიტინგის სტუმრების გამოხმაურებების და შთაბეჭდილებების შედეგად დგება. მათთვის კი British House-ი სერვისითა და გარემოთი საქართველოს სასტუმროებს შორის პირველი აღმოჩნდა. იმ ფაქტს, რომ მათი სასტუმრო რეიტინგში Sheraton-ის და Marriott-ის წინ დგას, მფლობელი ერთი შეხედვით კურიოზულს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ამ შედეგს საფუძველი აქვს. ყველა ამ სამისასო თავარის გამოს ესენი ირჩევენ ჩვენ სასტუმროს, ეს არის რომ თავსობენ როგორც ოჯახსაც მოდიან, დაისვენებენ საღამო ჩაიზარალებენ, ყავას გაისაუბრებენ, საათობით უზიან ჩემ თანამშრომლებით უყურებიან საქართველოს ისტორიას, ჩვენი ქალაქის ისტორიას, ჩვენი ხალხის ისტორიას და
ეს ძალიან სიამოვნებთ მას. ორი კვირის წინ ვიყავი მეუღლესთან ერთად და მეორედაც ამ სასტუმროში მოვედი. კომფორტულია და დიდი სასტუმროებისგან განსხვავებით სიმყუდროვეა. საუზმე მაშინაა, როცა გაწყობს. იმზადებენ იმას, რაც შენ გსურს. აღარაფერს ვამბობ მომსახურე პერსონალზე, რომლებიც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. სასტუმროს ნომრებში წესრიგს თავად ამოწმებს. მონაწილეობას ოჯახის წევრებიც იღებენ, ამჯერად ბრძალი ეხმარება. 8 ნომრიან სასტუმროში ერთი ლუქსი, დანარჩენი კი სტანდარტული ნომრებია, რომლებიც ღამე საშუალოდ 160 ლარი იღებს. მე მგონი საწოლზე დავუტო, იმიტომ რომ იქ შეიძლება არ შეამჩნიოს, რომ გასვლის წინ ბარემ თავის თუ ამ შენიშნები რომ გითხრათ რომ ეს მომავალში გავთვალისწინებთ. British House 12 წელია ფუნქციონირებს. TripAdvisor-ის რეიტინგში ლიდერის პოზიციაზე ბოლო 4 წელია ზედიზედ ხვდება. ინგლისური სახელის მიღმა კი ქართული ოჯახია, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ინტერიერით. როგორც ესე ზეთაჩე სტუმროს აესწროთ ეს გარემო და ეს ინტერიერი, რომელიც შევეცადეთ რომ შეგვექმნა და ეს პატარა სუვენირები, ეს ძველი ქართული ეს თავისებურ გარემოს ალბათ მაინც ქმნის და თავისებურ აურას ქმნის, რაც სტუმრებს მოწონთ ხოლმე. So it's more present for us. It was really very nice to meet you. Thank you. It's very kind of you. სასტუმროდან არც ერთ ვიზიტორს საჩუქრის გარეშე არ უშვებენ. ქართული ღვინო და ღია ბარათები თბილისის ხედებით ყველა სტუმარს შეხვდება. ოჯახის აზრით ეს სერვისის ნაწილია, რომელიც ამ ბიზნესში წარმატებას განაპირობებს. სასტუმროს სავიზიტო ბარათი კი? სავიზიტო ბარათი ალბათ ჩვენი თანამშრომლის ღიმილი. და დღეს სულ ეს იყო ბიზნეს კურსის ბოლო გადაცემა ამ სეზონზე. ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობა, სექტემბრამდე გემშვიდობებით. მანამდე კი შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ Facebook-ზე და თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებზე გაგვიზიაროთ, იქ გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის. სექტემბრამდე.